არასამთავრობო ორგანიზაციები ადასტურებენ ინფორმაციას, რომ სადარბაზოებში მიზანმიმართულად ხდება შპრიცების დაყრა. სინამდვილეში კი ნარკოტიკების მოხმარების ზრდის ფაქტები არ დასტურდება. ორგანიზაცია ახალი გზა, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებელთა რეაბილიტაციაზე მუშაობს, აცხადებს, რომ ჩატარებული კვლევის შედეგად საქართველოში ნარკოტიკების მოხმარება რეალიზაციის ზრდის ფაქტები არ დასტურდება და არც ნარკოტიკული საშუალებების გაიაფება მომხდარა, როგორც ამას ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი აცხადებს. ადამიანმა, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკს და შპრიცს ყიდულობს იმისთვის, რომ ნარკოტიკი მოიხმაროს ამ შპრიცის მეშვეობით, რატომ უნდა დააგდოს ის ქუჩაში უხმარი? მით უმეტეს, რომ ნახმარიც კი აღარ იყრება ამ ბოლო დროს ქუჩებში, იმიტომ რომ ნარკოტიკების მომხმარებლებმა მე ვფიქრობ, რომ შეიძინეს ეგ კულტურა, რომ ქუჩაში არ დაყარონ და მეორეც ეს ასოცირდება როგორც ნივთმტკიცება ნარკოტიკების მოხმარებისა, ამ დანაშაულებრივი ქმედებისა და ამიტომ ისინი ცდილობენ მოიშორონ თავიდან, მაგრამ ქუჩაში არ ყრიან ამას ნაგავს აყრეზე.